რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილიანობის მეორე კვლევის შედეგები გამოქვეყნდა პერიოდი 2008-2014 წლებს მოიცავს. კვლევის მიხედვით დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირებულია, თუმცა პრობლემები ისევ არის. კვლევის ავტორთა განცხადებით სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სიმსივნეა. კონფერენციას USAID-ის ჯანდაცვის სამინისტროსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. ბოლო წლების მონაცემები გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ სიკვდილიანობა, დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა შემცირებულია. ზოგადად სიკვდილიანობის შემცირება ამ სფეროში ასევე გახლავთ გაეროს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და მოთხოვნა გაწევრიანებული ქვეყნებისათვის და რამოსის კვლევა სწორედ გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ობიექტური კვლევა ამ სფეროში, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვიმსჯელოთ თუ რა მდგომარეობა ამ მხრივ ქვეყანაში. დედათა სიკვდილობის მაჩვენებელი იგლებს ქვეყანაში და ეს ამ კვლევამაც დაადასტურა. ქალთა სიკვდილობის წამყვანი მიზეზი გახლავთ ძუძუსკიბო და სწორედ ერთ-ერთი მთავარი იქნება გახლავთ, რომ გვიან ეტაპზე სამწუხაროდ ვლინდება ეს დაავადება, რამე თუ ჩვენი მოსახლეობა არ სარგებლობს იმ სახელმწიფო პროგრამით, რასაც სიმსივნურ დაავადებათა სკრინინგის პროგრამა ჰქვია, რომელიც სახელმწიფოს ხარჯზე უკვე რამოდენიმე წელიწადია მიმდინარეობს ქვეყანაში.